გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის სასიყვარულო თემაზე. ამ ვიდეოს შემდეგ დაიდება ვიდეო ახალ მთვარეობაზე. მოგეხსენებათ 27 მაისს არის ახალ მთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ტარო კონსულტაციაზე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მხოლოდ ქალბატონებმა. მამრობით სქესს, ასე ვთქვათ, მამაკაცებს, ბიჭებს ტარო კონსულტაციაზე, ასე ვთქვათ, არ ვემსახურები. ეს მეთოდა მეთქვა. გწერთ, რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი გაქვთ, უღრმესი მადლობა მამაკაცებს ნდობისთვის, მაგრამ რატომღაც ისე აწყობილი ჩემი ფსიქიკა, ფსიქოლოგია და მენტალიტეტი, რომ მხოლოდ ქალბატონებს ვღებულობ ტარო კონსულტაციაზე. მადლობა ყურადღებისთვის და დავიწყოთ ახლა. წარმოიდგინეთ თქვენი პიროვნება, თქვენი ადამიანი, ვისაც გაინტერესებთ, რას განიცდის ის ახლა თქვენს მიმართ, რა განცდებშია. ვიზუალურად წარმოიდგინეთ მისი სახელი თქვით გულში და დავიწყოთ. თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. ვიხართ თქვენ. და ასევე მისი სიგნიფიკატორი. ორივე შემთხვევაში ამოვიდა ულამაზესი, უმაღლესი არკანები. თქვენს შემთხვევაში თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც დაიმსახურეთ კომფორტი თქვენს ცხოვრებაში, განვლეთ ხანგრძლივი გზა იმისათვის, რათა იყოთ სრულ განცხრომაში, მე ასე ვიტყოდი, ხართ უმშვენიერესი, ულამაზესი, სქესის მიუხედავად, ეხა რა სქესის ადამიანი მიყურებთ, ძალიან კარგი გარეგნობა გაქვთ, ნაზი, მიმზიდველი, ჩაცმულობის სტილი, ჰაეროვანი, ჰაეროვანი როგორ უნდა წარმოიდგინოთ, ესე ჩაცმულობის სტილი გაქვთ ესეთი, რომ სასიამოვნოა სხვებისთვის თქვენი ცქერა. და თქვენ ცხოვრებისეულ იმ ეტაპზე ხართ ახლა, როდესაც დაასრულეთ რაღაც თქვენ ცხოვრებაში ერთი ეტაპი და გადადიხართ მომდევნო ეტაპზე. ან შესაძლებელია რაღაც მოგზაურობა გაქვთ უახლოეს პერიოდში და გეგმილი და მიდიხართ საზღვარ გარეთ. ან შესაძლებელია კიდევაც იმყოფებით უკვე საზღვარ გარეთ. თქვენი ადამიანი არის ზოგადად ცხოვრებაში გამარჯვებული ყოველთვის, ყველა საკითხში. ის მუდამ აქტიურობაშია, მუდამ ჩანს, რაღაც არენაზეა ეს ადამიანი, თითქოს სამსახური იქნება ეს მისი თუ რა იქნება, ეს ადამიანი ყოველთვის ასხივებს, ყოველთვის ჩანს. მისი ენერგეტიკა არ იმალება, ასე ვთქვათ, ვერ იჩრდილება ის. ასევე მას აქვს იცით როგორ ამ პარტნიორების თქმა არ მინდა, მაგრამ ალბათ ჯანსაღი ნარცისიზმი. არის ადამიანი ამაყი, იცის თავისი საკუთარი თავის ფასი. ეს არის თქვენ ორი სიგნიფიკატორი. თუ ამოიცანით თქვენი თავი და თქვენი ადამიანი, განაგრძეთ ნახვა. თუ არა და რა თქმა უნდა ასკროლეთ. ეს თქვენი ადამიანი. იმ შემთხვევაში თუ ამოიცანით, რას განიცდის, რა განცდები აქვს მას თქვენს მიმართ. სისასტიკეს მეთქი როგორ თქვა, რაღაც სიცივე გრძნობა, ძვირფასებო თქვენს მიმართ განცდა არ არის. აქ არის უფრო ის, რომ რაღაც სიმკაცრე მოდის, რაღაც ცოტა აგრესია. მოდი ასე ვთქვათ, აგრესიას განიცდის. კიდევ რას განიცდის აგრესიის გარდა? გაბრაზებულია, რაღაც უკმაყოფილოა. უკმაყოფილებას განიცდის და განცდა აქვს არასაკმარისობის რაღაც.
კიდევ ძალიან შორს ხართ მისგან. თქვენ ხართ ის, ვინც მას, ასე ვთქვათ, შესთავაზეთ თითქოს თქვენი სიმდიდრე, რაღაც თქვენი ავლადიდება, ხიბელი, რაც გაგაჩნიათ. ოღონდ შემდეგ თითქოს გახდეთ მიუწვდომელი მისთვის. კიდევ რას განიცდის თქვენს მიმართ? ესეთი განცდა აქვს მას, რომ უნდა იჩქაროს და იაქტიუროს. კიდევ თუ უნდა მას თქვენთან სერიოზული ურთიერთობა, ამისათვის მან უნდა იჩქაროს მისი აზრით. კიდევ თუმცა არ იცის როგორ მოახერხოს ეს. ის არის დაბნეული, ის არის არეული, ბუნდოვანებაშია. შესაძლებელია ვინმეს აზრს ეკითხება, მაგრამ მაინც ვერ იგებს. არ იცის რა გზას დაადგეს, რა გააკეთოს. შესაძლებელია, რომ სიზმრებსაც ნახულობს თქვენს შესახებ და განსაკუთრებით მას უჭირს, როცა ბნელდება, ანუ ხამე. კარგით, კიდევ რას განიცდის თქვენს მიმართ? ცდილობს დამშვიდდეს, ცდილობს თავის ხელში აყვანას, ცდილობს დაბალანსებას მისი ემოციების, გრძნობების და ლოგიკის. კარგით, მოდი ვნახოთ რა სურს მას თქვენგან. რა თქმა უნდა, შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაც აქამდე ვისაუბრე, ემთხვევა თქვენ სიტუაციას. ამ შემთხვევაში რა სურს მას თქვენგან? გამოგაღვიძოთ, გამოგაფხიზლოთ. მისი აზრით თქვენ რაღაც თქვენ იცით როგორ ხართ? არ გსურთ მოქმედება, არ გსურთ გამოცოცხლება რაღაც სიტუაციის. არ გსურთ, რომ სული ჩაბეროთ ამ სიტუაციას და გააცოცხლოთ. ქანდაკებასავით ხართ გაშეშებული და მას სურს, რომ ამ ქანდაკებას ჩაბეროთ სული და აქციოთ ცოცხალ ორგანიზმად. ცოტა ესე ავხსენი ხა, მაგრამ ალბათ მიხვდებით, რაც ვიგულისხმენ. კიდევ რა სურს გარდა ამისა? სურს, რომ გახდეთ მასზე დამოკიდებული. სურს, რომ თქვენ იყოთ მსხვერპლი ამ სიტუაციაში. კიდევ რა სურს? სურს, რომ თქვენი მენტალიტეტი, თქვენი სიამაყე, თქვენი ხედვა ჩამოშალოთ მთლიანად. და რა გააკეთოთ, რომ ჩამოშლით? დაათროთ თქვენი სილამაზით, თქვენი ავლადიდებით. მაინც ეს სიტყვა მომდის თავში, ისეთი არკანია, რომ ესე რაღაც მას სურს, რომ თქვენ რაც გაგაჩნიათ, თქვენი სიკეთეები, თქვენი ღირსებები, მთლიანად უძღვნათ მას. ძალიან ენატრებით. ოღონდ თქვენ არ ხართ მის გვერდით, მაინც ამას ამბობს ის. და მას სურს, რომ მოგწეროთ. ოღონდ მანიპულაციებით. და ფიქრობს, როგორ გააკეთოს ეს. და მისი აზრით მოიფიქრებს აუცილებლად რა გზას დაადგეს, რადგან ის არის ქარიზმატული, ენერგიული, ტემპერამენტიანი და ის ყველაფერს შეძლებს